გამარჯობა. დღეს ძალიან საინტერესო ვიდეო გელით, როგორც ყოველთვის და ამიტომ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ. მე მინდა თავიდან რამდენიმე კითხვას ვუპასუხო, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი კითხვები დაგროვდა წინა ვიდეოდან და ყველაზე პასუხის გაცემის საშუალება მე ცალკე არ მაქვს, მით უმეტეს რომ ზოგიერთი კითხვა მეორდება. ამიტომ მე ამ ვიდეოში ვეცდები ყველა კითხვაზე მეტნაკლებად გავცე პასუხი ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, რა თქმა უნდა. შემდეგ უკვე თუ რაღაც დაჟინებული თხოვნა იქნება თქვენი, მე უკვე მოვიწვევ სპეციალისტს და მას დავეკითხები. პირველ რიგში მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც გამოეხმაურა ჩემს ვიდეოებს, მოიწონა, გადააზიარა, კომენტარი დაწერა და რა თქმა უნდა იმ ხალხს, რომლებიც ფინანსურად ეხმარებიან ჩემს არხს, მით უმეტეს რომ არხს კვლავ არ ყავს სპონსორი და ამიტომ ფაქტიურად ყველაფერი ენთუზიაზმზე კეთდება. ამიტომ ისევ ვიმეორებ თქვენი დახმარება, ფინანსური დახმარება მე სტიმულს მაძლევს, რომ ახალი საინტერესო მასალებით და ვიდეოებით მოგამარაგოთ. ასევე მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმ უამრავ ადამიანს, რომელმაც თავისი მწუხარება გამოხატა ცოტნე ჯავახიშვილის მოდით ასე დავარქვათ, უგზო-უკლოდ დაკარგვასთან დაკავშირებით. და არის ამაზე კიდევ კვლავ კითხვები მიუხედავად იმისა, რომ მე 2-3 გადაცემაში ვისაუბრე უკვე ამის შესახებ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მოხდა ასეთი რამ, ცოტნეს უნდა გადაეყვანა ერთი აეროდრომიდან მეორე აეროდრომზე, აეროპორტიდან მეორე აეროპორტში თვითმფრინავი, ეს არის Cessna, ერთმოტორიანი თვითმფრინავია, ამას იგი ცხოვრებაში ალბათ 10,000 ჯერა აქვს გაკეთებული. მაგრამ ამჯერად რაღაც მოხდა, როგორც ჩანს თვითონ მას მოუვიდა რაღაც ჰაერში, იმიტომ რომ როდესაც მან მოითხოვა დაჯდომა აეროპორტში, მას თანხმობა მისცეს, მაგრამ უცებ თვითმფრინავმა შეიცვალა მიმართულება და იგი გაფრინდა სწორხაზოვნად ოკეანეში. და 900 კილომეტრის ფრენის შემდეგ მას უბრალოდ გაუთავდა საწვავი და ჩავარდა, როგორც სხვაგან საწავიდო და ჩავარდა ოკეანეში. სამძებრო სამუშაოები შეწყვეტილია და ცოტნე გამოცხადებული არის უგზო-უკლოდ დაკარგულად, გარდაცვლილად. და კვლავ ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ასე გულთან მიიტანეთ ამ მართლაც საოცარი ადამიანის გარდაცვალება, დაკარგვა და ცოტნეს შესახებ ალბათ კიდევ ბევრი ძალიან საინტერესო რამ გამოჩნდება. ბევრს ვისაუბრებენ ის ადამიანები ამ მართლაც საოცარ პიროვნებაზე, რომლებიც უშუალო კონტაქტში იყვნენ მასთან და მის დანატოვართან. მისი დანატოვარი კი ჩვენ ძალიან სასიკეთოდ გამოგვადგება კიდევ 10 წლეულების განმავლობაში. მას ასე გადავდივარ კითხვებზე. ერთ-ერთი კითხვა არის ესე ცინცხალი, რა მოხდა დაღესტანში, რამ გამოიწვია ასეთი დონის კატასტროფაო. მოგეხსენებათ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ დაღესტანში, მაგრამ დაღესტნამდე სხვადასხვა ერთი კვირით ადრე 22 ივლისს ყაბარდო-ბალყარეთში, ეს უკვე იალბუზის მხარეს არის, ელბრუსის რაიონში მდებარე, ეს ელბრუსი ქვია რაიონს, იმიტომ რომ ელბრუსი ქვია რუსულად იალბუზს. იქ არის ქალაქი ტირნიაუზი, საკმაოდ საინტერესო ქალაქია, იგი მაღალ მთაშია განლაგებული და მას ღვარცოფი დაატყდა თავს. მთებში ძალიან ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია უძლიერესი ღვარცოფი, რომელმაც დააზიანა ინფრასტრუქტურა, ქალაქი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა და ეს მართლაც შთამბეჭდავი სანახაობა იყო. ასევე უძლიერესმა წვიმებმა, რომლის დროსაც ერთ დღეღამეში მოვიდა თითქმის მთელი თვის ნალექი და მე ამის შესახებ ერთ-ერთ ვიდეოში მაქვს ნათქვამი, თუ რას ნიშნავს ეს, ანუ თუ ჩვენ წვეთობით ვასხამთ რაღაცას წყალს, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ვედროთ ივასხამთ წყალს და ვანადგურებთ იქაურობას. იგივე ხდება ხოლმე ამ დროს და ეს ძალიან საშიშია, რა თქმა უნდა, ისეთ რაიონებში, სადაც მაღალი მთა, მით უმეტეს ახალგაზრდა მთათა სისტემა, რომელიც მუდმივ მოძრაობაშია, სადაც მყინვარებია, მყინვარები წვიმის შედეგად სხვადასხვა უფრო სწრაფად ნება, ვიდრე სითბოს მზის პირდაპირი დასხივების შედეგად და ყველაფერმა ამან ერთად გამოიწვია
უძლიერესი ღვარცოფი, უძლიერესი მართლაც საოცარი სანახაობა იყო, ეს გადაღებული კადრები 300 კმ/სთ მოძრაობდა ეს ქვების, ქვიშის, ნამტვრევების, ქანის ნამტვრევების და წყლის აზელილია ესეთი ცომი, თხევადი ცომი, რომელიც ყველაფერს ანგრევდა თავის გზაზე და პარტახს ტოვებდა. ვერ გეტყვით მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არაფერი დაუწერიათ და იმედია მსხვერპლოდ გადარჩა დაღესტნელი ხალხი. მიზეზი რა თქმა უნდა კლიმატის ცვლილება, რომელზეც მე თითქმის ყველა ვიდეოში ვსაუბრობ და რომელიც ძალიან ბევრ რამეს გაგვისაზღვრავს მომავალში. ძალიან ბევრ რამეს. აი მაგალითად ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა აღმოსავლეთ ავსტრალიაში. პირველად იხილეს თოვლი. 40 სანტიმეტრი, წარმოიდგინეთ 9 მეტრი თოვლი მოვიდა ადგილას, სადაც წვიმასაც კი იშვიათად ხედავენ ხოლმე. აი ეს არის კლიმატის ცვლილება. ანუ ვიღაცა იტყვის თუ დათბობა არისო, თოვლი რატომ მოვიდა? ეს დათბობა უკვე გადადის პრინციპში ეს ტერმინი ხმარებიდან და შემოდის კლიმატის ცვლილება. რა თქმა უნდა, კლიმატის ცვლილება დაკავშირებული არის გლობალურ დათბობასთან, რომელიც იწვევს ამინდის ანომალიებს და ამ ანომალიებს ჩვენ უნდა შევეჩვიოთ. შევეჩვიოთ რა, აბა სხვა გზა ჩვენ სხვა სახლი არა გვაქვს, ეს არის ჩვენი პლანეტა. ჯერჯერობით ვერსად ვერ მივდივართ. მას კი გვიგვიანებს რაღაც მარსზე კოლონიების დაარსებას, ამიტომ აქ უნდა რაღაცა მოვაწყოთ ისეთნაირად უნდა ვიყოთ გავთხილებულები, ისეთნაირად უნდა მუშაობდეს ჩვენი მთავრობა და ნების ზოგადად სოფლიო მთავრობა, deep state, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზარალით გამოვიდეთ ხოლმე ამ სიტუაციიდან და რაც შეიძლება მალე გავიგოთ, რომ ჩვენ სრულიად განსხვავებულ ეკოლოგიურ და ზოგადად გარემოში მოგვიწევს ცხოვრება. თურქეთის მიწისძვრაზეა კითხვა, თუ შეუძლია ჩვენთანაც გამოიწვიოს მიწისძვრაობა. მოგეხსენებათ 6 და 1 მაგნიტუდის ძალიან ძლიერი მიწისძვრების რიგში გადის. მიწისძვრა მოხდა თურქეთში საბედნიეროდ, როგორც მე ვიცი, მხოლოდ ერთი ადამიანია მე მგონი დაშავებული თუ დაღუპული, იმიტომ რომ ერთი სახლია სულ დანგრეული. ეს სხვადასხვა თურქეთის დამსახურებაა. მე 1000 ჯერ მithქვამს, რომ მიწისძვრა თვითონ მიწისძვრა როგორც ასეთი ადამიანს არ კლავს. ადამიანს კლავს ის დანგრეული შენობა, რომელიც მიწისძვრის დროს ზიანდება. და თურქების საამაყოდ უნდა ითქვას, რომ მათ უკვე დაიწყეს ნორმალური მშენებლობა და რაც უფრო მაღალ განვითარებულია ქვეყანა, რაც უფრო მაღალია იქ მშენებლობის სტანდარტები, იქ მიწისძვრებისგან გამოწვეული მსხვერპლის დანგრევაც ნაკლებია. ამიტომ დასკვნა უნდა ვაშენოთ ხარისხიანად და კარგად. რამ გამოიწვია ეს მიწისძვრა? მე ამაზეც მაქვს არაერთხელ ნათქვამი, ჩვენ ვიმყოფებით და კერძოდ თურქეთის აი ეს რაიონი ძალიან რთულ გეოლოგიურად რთულ ადგილას. ეს არის 4 გიგანტური ტექტონიკური მოძრავი ფილის კონტაქტის ადგილი. ჩვენ რას გულისხმობთ კავკასიაც. ეს არის აფრიკული ფილა, ეს არის ანატოლიის ფილა, ეს არის არაბეთის ფილა და ეს არის ევრაზიის უზარმაზარი ფილა. ეს ფილები მოძრაობაში არიან, ერთი მეორეს ქვემოთ ჩადის, ერთი მეორეს აწვება, ზოგიერთი ერთმანეთის პარალელურად მიდის და სწორედ ამ დროს ხდება კოლოსალური ენერგიის გამომუშავება, გამოთავისუფლება და სწორედ ეს იწვევს მიწისძვრებს. ჩვენ ახალგაზრდა რეგიონი ვართ, ჩვენთან მიწისძვრები იქნება მუდმივად და იქნება ხან მცირე, ხან მძლავრი, ასე რომ ამასაც უნდა შევეგუოთ და დავხვდეთ მომზადებული. მომზადებული კი რას ნიშნავს? ვაშენოთ კარგად, ხარისხიანად და სანდოდ. ბატონო ვასილ ხარაგაულის ორი სოფელი რომ მიშლება სახლებ. ხო, ნუ აი ხარაგაულზე არის ძალიან ბევრი კითხვა. ძალიან ბევრი კითხვაა და რას გვეტყვით, რას გვირჩევთ, რით დაგვამშვიდოთ. მე აქედან რით უნდა დაგამშვიდოთ? მე ვერაფრით დაგამშვიდეთ. რაც შეეხება ხარაგაულის სოფლებს, სადაც მეწყრული პროცესებია გააქტიურებული, ეს არის სოფელი ხემაღალი და ღვერკი და დაახლოებით რამ 2 თუ 3 კვირის წინ გაჩნდა იქ ნაპრალები საკმაოდ სწრაფად გაიზარდა, საკმაოდ სახიფათო სახე მიიღეს მათ და ეს ყველაფერი ხდება სოფლებში. სავარაუდოდ და ხაზს უსვამ სავარაუდოდ. ეს არის რკინიგზის ახალი მონაკვეთის გაჭრასთან კავშირში. 2020-21 წლებში აქ მოხდა მთის დიდი ნაწილის ჩამოჭრა
და ეს ჩამოჭრა ხა ისე ნუ წარმოვიდგენთ ჩვენ რომ რაღაც ტორტი გვაქვს და იმას რაღაცა ჩამოვაჭერით და ასე გამოვიტანეთ ნარნარად და სხვა არაფერი დაზიანდა გარდა იმ ჩამოჭრილი ადგილების. არა, ეს არის ბურღვითი სამუშაოები, აფეთქებითი სამუშაოები, ძიმე ტექნიკა, ვიბრაციები და ჩვენ ვაცლით მთას და აი უზარმაზარი ბელტია თქვენ ხედავთ, გიგანტური ბელტი არის მთის და სწორედ აი ამ ბელტზეა განლაგებული ეს სოფლები. მას ჩვენ ჩამოვაჭერით ერთ-ერთი საყრდენი კედელი. ჩემი ვარაუდია ისე ვიმეორებ ამას. მაგრამ ალბათ ვარაუდი კი არა ეგრეც არის. და სწორედ აი ამ ყველაფერმა გამოიწვია ისედაც საფრთხო ზონაში მყოფი და ოდესმე ალბათ აი ეს მოხდებოდა ეს პროცესი, ამ პროცესების წამოწყება და შემდეგ დაჩქარება. ისე ვიმეორებ მე აი ეს მხოლოდ ვარაუდების სახით მაქვს და შემდეგ უკვე მე დავეკითხები სპეციალისტს თუ რა ხდება იქ. როგორც ვიცი მე გეოლოგიურ დასკვნას ელოდებიან, ახლა გეოლოგიური დასკვნა ხვალდაზე გარიქნება. მით უმეტეს მე არ ვიცი ახლა რა ხდება საქართველოში. ეს თუ იქნება მიუკერძოებელი დასკვნა, ხო ძალიან კარგი, მაგრამ თუ ექსპერტების ხო მოკლედ აღარ გავაგრძელებ, ერთადერთი რა შემიძლია გირჩიოთ, იყავით ძალიან ფრთხილად ამ ორი სოფლის მოსახლეობა. ნებისმიერ თუ ვერ ტოვებთ სახლს და სხვაგან წასასვლელი არ გაქვთ, ნებისმიერი ცვლილება, მინიმალური ცვლილება, რასაც კი თქვენ შეამჩნევთ, რომ თქვენ საკარმიდამოში ხდება, თქვენ სახლთან დაკავშირებით ხდება, ეს იმის ნიშანია, რომ შეიძლება რაღაცა მოხდეს. ამიტომ დატოვეთ ყველაფერი და გაიქეცით ამ ადგილიდან. სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერი არსებობს. დატოვეთ ყველაფერი. ან გქონდეთ რაღაცა პატარა ჩანთა, რომელსაც ხელს დაავლებთ და იმასთან ერთად გაიქცევით. აუცილებლად გააკეთეთ ასეთი რამ, ნუ დაელოდებით, რომ ვიღაცა რაღაცა წყალობას გაიღებს. მე ვიცი, რომ რაღაცა მთავრობამ თითქოს ვიღაცები გადაასახლა, ჩაასახლა დროებით. თქვენ თვითონ უნდა მიხედოთ თავს. სამწუხაროდ დღეს ასეთი მდგომარეობაა და არ გინდათ რა, ეხლა კომენტარებში ნაცი ხარ, კოცი ხარ, ვიღაცა ხარ, რაღაცა ხარ. მე გავფრთხილებთ და თუ მე ნაცი ვარ და თქვათ კოცი ვარ და კიდე რაღაცა დემი ვარ და deep state-ის წარმომადგენელი ვარ, ერთ მაგნაზე არაფერი მოხდეს, მაგრამ თუ რამე მოხდა მე არ დამაბრალოთ. ბატონო ვასილ, ბოლო დროს რომ აქვეყნებენ ვიდეოებს, შხამიანი ნივთიერებებია საზამთროში და ჭარხალშიო, მაგაზე რას გეტყვით? გეტყვით იმას, რომ მე არ ვიცი ზუსტად თუ რა ხდება აი ამ ხელსაწყოებით, რომელსაც ჩვენ გვაჩვენებენ, რომ აი ესეთი ძალიან მაღალი შემცველობა არის ნიტრატების და სხვა ნივთიერებების, რამდენად სანდოა ეს ხელსაწყოები, მაგრამ ის ფაქტია, რომ ჩვენთან ნაკლები ყურადღება ექცევა პროდუქციის ხარისხს და ეს სხვათა შორის გემოზეც აისახება. იგივე თქვათ ნუტელა, იგივე პრეზიდენტის კარაქი, რომელიც იყიდება თბილისში და იყიდება გერმანიაში, არის აბსოლუტურად განსხვავებული გემოზი. არ ვიცი რატომ და ალბათ მსგავსი რამ ხდება საზამთროებზე და ჭარხლებზე და ასე შემდეგ. ეხლა ბევრი ამბობს, რომ გერმანიაში და საფრანგეთში და იმაში ხილს და კენკრას და ბოსტნეულს და მწვანილს აქვს პლასტმასის გემო. მეგობრებო, არანაირი პლასტმასის გემო არ აქვს. ძალიან გემრიელი, უგემრიელესი ხილი მოდის გერმანიაშიც, მის სამხრეთ ნაწილშიც და ჩრდილოეთშიც, სხვათა შორის წელს იყო საოცარი ბალი, კარგი მოსავალი იყო ბლის და უამრავი ბალი იყო და საკმაოდ იაფი და კაპიკები ღირდა და იყო უგემრიელესი. ასევე აქ შემოდის ხილი ბოსნეული და მწვანილი სამხრეთის ქვეყნებიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან და ყველა გადის უმკაცრეს კონტროლს. ყველა საწერია შემცველობა შიგნით რა არის და რა თქმა უნდა ეს შემცველობა არის ნორმაზე ქვემოთ, ანუ ნორმის ზემოთ არც ერთი არ არის. ისე ვიმეორებ, მე ვერ გეტყვით ახლა ზუსტად ის ხელსაწყოები, რომლებიცაც თქვენ ზომავთ და შემდეგ აჩვენებთ, რომ აი ამდენია და რამდენად სანდოა, მაგრამ მისახედი რომ არის ეს საქმე ფაქტია. რატომ თქვი მე რატომ შევადარე ევროპას ეს ყველაფერი? იმიტომ რომ იმას რომ ადამიანები უსაფრთხო გარემოში ცხოვრობდნენ, იქნება ეს მშენებლობა, იქნება ეს სოფლების დაზიანება, იქნება ეს საკვები, წამლები, რა ვიცი, აი გარემო რასაც ქვია, იგივე მანქანების გამონაბოლქვი, რომლითაც მე მაპატიეთ, მაგრამ თბილისში სუნთქვა შეუძლებელია. აი მეორე დღეს უკვე ყელი ჩამწვარია ხოლმე ადამიანს, რომელიც სუბსაჰარიდან ხვდება თბილისში. ეს ხომ ყველაფერი, რასთანაც ჩვენ კონტაქტი გვაქვს, უშუალოდ ჩვენს ჯანმრთელობაზე მოქმედებს, ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე. ამიტომ არის დღეს
სამწუხაროდ გადატენილი თურქეთის და სხვა ქვეყნების საავადმყოფოები, სადაც თვისებიანი სიმსევნი დაავადებული ადამიანები მკურნალობენ. საბედნიეროდ ჯერ კიდევ ევროპა იღებს ჩვენს ხალხს და უფასოდ კურნალობს მას, მაგრამ ეს რამდენ ხანს გაგრძელდება ამ პირობებში მე ვერ გეტყვი. უნდა იბრძოლოთ ხალხო. ევროპაც თავის დროზე საკმაოდ და ამერიკაც და ეს განვითარებული ქვეყნები საკმაოდ განუვითარებლები იყვნენ ამ მხრივ. და ვისაც როგორ უნდა ისე აშენებდა და ისე ნიტრატებს უყრიდა ჭარხალს და საზამთროს როგორც ჩვენთან, მაგრამ შემდეგ უკვე სამოქალაქო საზოგადოებამ გამოიღო ხელი, აწყობს საპროტესტო აქციებს და ითხოვს რომ ის იყოს უსაფრთხოდ და არის კიდეც. დღეს ევროპაში რომ გაცილებით უსაფრთხოა ცხოვრება ვიდრე საქართველოში, ეს ხომ ფაქტია. მაგრამ ამას მიაღწია თვითონ საზოგადოებამ, ამიტომ ცოტა უფრო აქტიურად. შოვის კურორტის აღდგენაზე რაჭის ჯგუფში Facebook-ზე ისეთი პოლემიკა იყო გამიკვირდა, ვისაც ბიზნეს ინტერესები აქვს, სავარაუდოდ იმათგან მოდიოდა მოთხოვნა. რა გარანტია გაქვთ, რომ უარესი არ მოხდება ახლოს მომავალში? არანაირი გარანტია. ბუნება გარანტიებს არასდროს არ იძლევა, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში. გარანტიის ყიდვა ბუნებისგან შეუძლებელია, მას ვერც მოგრთამავ, ვერც შეაშინებ, ვერც ჯარიმებით, ვერც დაჭერებით, ასე რომ იქეთ შეგაშინებს, ისე რომ მთელი ცხოვრება შეიძლება ენადაბულმა იარო. ამიტომ მე არ ვიცი ხა ვის ინტერესებშია, მაგრამ ფაქტია რომ არის ადგილები, სადაც მშენებლობა არ შეიძლება არაფრის საერთოდ, არათუ კურორტის, არამედ აი ჩეჩმას რო ეძახიან იმისაც კი, იმიტომ რომ იქ რო დაჯდებით შეიძლება მე ვარცოფმა ჩაგიტანოთ ან ქუთაისში. ხო და ამასთან არის კავშირში თვალშუც ფშავ ხევსურეთს არასდროს არ ახსენებენ და იმედი არა, იმიტომ რომ პალატა კუთხეა არ ვიცი რა არის, მაგრამ და არავის აინტერესებს ვიმედოვნებ, იმიტომ არ ხსენება რომ საშიშროება არ ელოდება არა და ვიცი მამა ჩემი ამბობდა მთები დაბზარულია ნაპრალებში უკვე გაჩენილიო დარდობდა მახსოვს. მეგობრებო მესმის აწერია, მაგრამ ცოტა წინადადებას თუ დაალაგებთ და ისე დაწერთ ხოლმე უფრო გასაგები იქნება. და მწერილის ავტორს ვეტყვი კომენტარისას გიხაროდეთ რომ არ ვახსენებთ ამ კონტექსტში. დიახ, თქვენ მართალი ბრძანდებით. ეს პირველ რიგში ჩემი უსაყვარლესი მხარეებია, რომლებიც მე ძალიან მენატრება და ჯერჯერობით საბედნიეროდ აქ ადამიანის ხელით ჩარევა ნაკლებად ხდება და ჯერ კიდევ შენარჩუნებული არის ის ძირძველი ტრადიციები, რომლებიც ამ მხარეს, ამ საქართველოს ულამაზეს მხარეებში 100 წლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა. პირველ რიგში ის, რომ თქვენ ვერ ნახავთ ხევსურეთში და თუშეთში ვერც ერთ სოფელს, რომელიც მდინარის პირასაა გაშენებული. არც ხევსურებს და არც თუშებს არ ეზარებოდათ წყლის ატანა და ეს ჩემო წინა ვიდეოში კორესპონდენტმაც თქვა ბატონმა გიორგი გოცერიძემ არ ეზარებოდათ წყლის ორი ნაბიჯი ზედმეტის გადადგმა და წყლის მდინარიდან ზემოთ ატანა. არც მუცო, არც ხახაბო, არც ჩატილი, არც ნებისმიერი თუშური სოფელი თქვენ ვერ ნახავთ რომ იყოს მდინარის პირას. მაგრამ რაც შეეხება ახლა ნაპრალებს, რასაც თქვენ ამბობთ, მე 1000 ჯერ მithქვამს და კიდევ 1000 ჯერ გავიმეორე და მომიწევს ალბათ განმეორება, რომ კავკასია არის ახალგაზრდა რეგიონი. ამ წამსაც აი როცა თქვენ ამ ვიდეოს უსმენთ, ხდება მისი ფორმირება, მისი დეფორმირება, მისი აწევა, დაწევა ადგილ-ადგილ და ეს ყველაფერი არის მუდმივ მოძრაობაში, მუდმივ დინამიკაში და ამიტომ იქ ნაპრალების გაჩენა ბუნებრივიც არის და თუ ადამიანი ჩაერია და იქ დაუჩქარა და შეუჭყიკინა, იქ კიდე ცალკე საკითხია. ამიტომ მუდმივად უნდა ვადევნოთ თვალი განსაკუთრებით მთიან რეგიონებში ადამიანებმა ჩვენს ირგვლივ რა ხდება. როგორც კი პატარა ცვლილებას შევამჩნევთ, უნდა ავტეხოთ განგაში. ამ განგაშზე ვინ იპასუხებთ არ ვიცით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასეა. კითხვა მაქვს ასე სწრაფად რომ დნება ყინული, მერე ეს მიძინებული ვულკანები გაიღვიძებს, მერე რა მოხდება, რამდენ ხალხო სასვენი ნიშნები გამოიყენეთ ხოლმე რა. რამდენად საშიშია მთლიანად საქართველოსთვის ან დარჩება კი საქართველოს საერთოდ მსოფლიო რუკაზე. ჯერ ვულკანების გაღვიძებაზე ინერვიულებთ, არც ერთი ვულკანი არ აპირებს გაღვიძებას, მის საღათას ძილით ძინავთ, მაგრამ
და საერთოდ მოხდება თუ არა ეს ახლო მომავალში ან შორეულ მომავალში, ეს კიდევ საკითხავია, საერთოდ შეიძლება ჩაქრენ ისინი. და დღეს ეს არ გვაქვს ანერვიულო, ჩვენ გვაქვს ანერვიულო მყინვარები, რომლებიც ძალიან სწრაფად დნება და მე არაერთხელ მithქვამს და ჩემს სტუმრებსაც რომ მყინვარები არის ის რითაც ჩვენ მარაგდებით სასმელი წყლით. ამიტომ პრობლემა შეიძლება გახდეს არც თუ შორეულ მომავალში სასმელი წყლის დეფიციტი. გამარჯობა, გთხოვთ მითხრათ, რა საფრთხეა გურჯაანის ახტალის მიძინებული ვულკანის შესახებ. არანაირი. სიკეთის გარდა ამ ვულკანს არაფრის მოტანა არ შეუძლია, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ტალახის ვულკანია იგი, მას მაგმასთან და მაგმატურ მოქმედებებთან არანაირი კავშირი არ აქვს და იგი შეიცავს, როგორც ამბობენ, საკმაოდ სასარგებლო ნივთიერებებს და მისგან მიღებული აბაზანები ბევრ დაავადებას კურნავსო. მე თავად არ გამომიცდია, მაგრამ ვისაც გამოვცდია, ამბობენ რომ მართლა კურნავს და ასე რომ ნურაფრის შეგეშინდებათ, ახტალასთან ყველაფერი ნორმაშია. ახტალის მსგავსად ჩვენ გვაქვს კიდევ ტეხტიტაფას ვულკანები, ასეთი ტალახის ვულკანები და კიდევ ერთი სახელი დამოვიწყდა. ძალიან მაინტერესებს გომბორის მთის ზონის სიტუაცია, სიამოვნებით ვუყურებდი ამ მთის წარმოქმნის და დღევანდელ დღეს არის თუ არა საიში მოსახლეობის. არ ვიცი რატომ უნდა იყოს საიში მოსახლეობისთვის, რამდენად საკმაოდ მყარი მთა არის და არანაირ საიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა კითხავ მე სპეციალისტებს. კარგი იქნება თუ დაუბრუნდებით ბატონო ვასილ ისევ რაიმე ამოუხსნელ თემებს, მისტიკას, თუნდაც საუკუნე პატივისცემა, კოლექტიური მაყურებლები. დიდი მადლობა. ამოუხსნელ და მისტიკურ თემებს მე რა თქმა უნდა დაუბრუნდები, მაგრამ არ დაგვაუწყდეს ჩვენი არხი არის საგანმანათლებლო და სამეცნიერო. ის თემებიც იქნება რა თქმა უნდა. ხო, აი ეს ვერ გავიგე მართალი გითხრათ, თან ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ადამიანისგან. ეს ყველაფერი გასაგებია, მადლობა რომ მუშაობთ და იკვლევთ, მე მაინტერესებს რისთვის იკვლევთ. მაგალითად, შოვის მყინვარის კადრები 2 წელია ვერძებდა არსად არა. თუ გამოკვლეული გაქვთ, რა მოხდა პატარა ვიდეო, ხო შეიძლება ყოფილიყო სადღაც მაინც. კვლავ მაქვს იმედი, არის სადმე ვიდეო და ვიპოვით. თუ რაიმე დასამალია და არ იძახით. ისეთი შთაბეჭდილება მექნება, რომ მალავენ რეალურად რა მოხდა. ყველა. არა არსად არანაირი ვიდეო მასალა მყინვარის, არც აქ წარმოდგენილ ვიდეო მასალაში. თუ გინახიათ სადმე მყინვარის მდგომარეობა ფოტო ან ვიდეო კატასტროფის შემდეგ მეც მაჩვენეთ. დასამალი რა უნდა იყოს, აქ არც სამხედრო საიდუმლოა და არც სხვა რამ. არის ეს კადრები, მთის ამბებს მას კარგად გააშუქა, მე რამდენადაც ვიცი და არსებობს ამ მყინვარის და ამ მყინვარის კადრებიც არის სწორედ ამ ვიდეოში, რომელიც მე შემოგთავაზეთ, ასე რომ არაფერი დასამალი არ არის, მით უმეტეს მე ვიცი რომ თქვენ ძალიან კარგი დრონის ოპერატორი ხართ და ძალიან მაგარ კადრებს იღებთ განსაკუთრებით ჩვენ მთიან რეგიონებში, აბრძანდით და გადაიღეთ. იქ დასამალი არაფერია, რამდენადაც ვიცი, ახლა თუ არ დამალეს, მაგრამ არაფერი იმ ბუბას მყინვარზე და დანარჩენ აი ხეობებზე არაფერი დასამალი არ არის და თუ გადაიღებთ, მე ძალიან მოხარული ვიქნები, იმიტომ რომ თქვენ იდეალურად იღებთ აი ამ კადრებს და აუცილებლად ნახეთ ამ ადამიანის მიერ გადაღებული ძალიან საინტერესო არხი აქვს. მაინტერესებს ისტორიული გამოცდილებიდან რამდენხან შეიძლება გაგრძელდეს მიწისძვრა. მიწისძვრა შეიძლება გაგრძელდეს 2-3-4 წამი და ასევე 2-3-4 წუთი. და სხვათა შორის აი ეს ბოლო კამჩატკის მიწისძვრა იყო საკმაოდ გრძელხნიანი, დაახლოებით 3 წუთამდე არყევდა, ანუ ეს საშინელებაა, მაგრამ ალბათ გახსოვთ კამჩატკაზე ვიდეო, ვისაც არ გაქვთ ნახე, აუცილებლად ნახეთ. მას ნგრევა არ გამოუწევია. ჯერთ იმიტომ რომ იქ დაუსახლებელი რეგიონია და მეორე იმიტომ რომ იქ ძალიან უცნაური მიწისძვრა მოხდა. მართალია ძალიან ძლიერი, ერთ-ერთი უძლიერესი ამ საუკუნეში, მაგრამ მაინც უცნაური იმით რომ არც ძლიერი ცუნამები გამოუწევია და არც დიდი ცვლილებები ხმელეთზე. ნახეთ აუცილებლად ის ვიდეო თუ არ გაქვთ ნანახი კამჩატკაზე 2-3 ვიდეო თქვემოთ არის. ბატონო ვასო მდინარე დურუჯზე საინტერესო იქნება მდინარე დურუჯი ძალიან საინტერესო მდინარეა, მე მთელი ხეობა ავლილი მაქვს ბოლომდე და გეტყვით რომ ეს ძალიან საშიში მდინარეც არის. ღელეა ფაქტიურად, როდესაც მას მიუყვები, გონია რომ ეს არის რაღაცა უმნიშვნელო რამ, მაგრამ მოგეხსენებათ ისტორიულად ჯერ კიდევ ილიას
აქვს დაწერილი თუ რას უშვებოდა იგი ყვარელს და იქიდან მოყოლებული მკეთდებოდა დურუჯზე, რა ვიცი, 1000-ნაირი წყალსამაგრი თუ სამუშაოები, მაგრამ ეს გიჟი ხეობა ყოველთვის იჩენს ხოლმე თავს და რაღაცას თავს დაატყდება ხოლმე ყვარელს და რაღაც სიურპრიზებს უმზადებს. არ ვიცი ახლა რა მდგომარეობაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძლიერი წვიმების დროს, რა თქმა უნდა, დურუჯი ჭუიდან გადადის ხოლმე და ფრთხილად იყავით მასთან. ტყეები რომ გავაშენოთ, უდაბნოში ბოთლებით მიტანილი წყლით ერთმა კაცმა აფრიკაში ცოლქმარმა, მაგრამ არ მახსოვს სად, ასეულობით ტყე გააშენეს. ეგებ ამან გვიშველო. ტყეები, კი ბატონო, ტყეების გაშენება ძალიან კარგია, მაგრამ ტყეები არ უნდა გავჩეხოთ. ჩვენი პრობლემა არის ტყის ჩეხვანა. თორე ჩვენ უდაბნოში არ ვცხოვრობთ, ჩვენ შეიძლება 60 გადავაქციოთ უდაბნოთ. ხალხმა მართალია აქ ეხა რომელ ფაქტზე არ ვიცი, აფრიკაში არა, მე მგონი სადღაც ბრაზილიაში მოხდა ეს ამბავი, მაგრამ არა აქვს ამას მნიშვნელობა. ჩვენ შესაძლოა ჩვენი 60 და მართლაც 60-ია ხალხო ჩვენი რეგიონი, კავკასია, აი სამხრეთ კავკასია არის საოცრება თავისი ბუნებით, თავისი ბიომრავალფეროვნებით, თავისი ტყით დაფარულობით და საბედნიერო ძალიან დიდი რაოდენობით საქართველოში ტყე არის განლაგებული დამრეც ფერდობებზე, საიდანაც მისი გამოტანა შეუძლებელია. თქვენ რომ მიდიხართ თბილისიდან დასავლეთისკენ, აი გორის ტრასას რასაც ეძახიან, აი ეს მონაკვეთი აქეთ იქეთ რომ თითქმის არაფერი არ არის, თითქოს უდაბნო გეგონება. ეს ოდესღაც იყო დაფარული ხშირი ტყით, მაგრამ ადამიანებმა გაჩეხეს იქ. იმიტომ ადვილი გამოსატანი იყო აქ ტყე, ხეტყე, მასალა. საბედნიეროდ აი ეს ფერდობებზე ვერ გამოგქონდა ჩვენ და ამიტომ გადაგვირჩა. მაგრამ ახლა იმასაც მივადექით და მე ვიცი რომ თქვათ იგივე რაჭაში და ასეთ რეგიონებში საკმაოდ სავალალო მდგომარეობა ამ ხრივ. მდიდრდება რაღაცა კატეგორია და ძალიან ბევრმა იცით რა კატეგორიაც არის ეს, უამრავი ჟურნალისტური გამოძიება არსებობს ამაზე, მაგრამ ისევე მეორებ არსად ჩანს ხალხის პროტესტი. ერთადერთი ხალხის პროტესტი არის ბალდის კანიონში. დანარჩენი აბასა გაიხსენეთ ვინმე რამე პროტესტი გამოთქვა, მაგალითად უნიკალურ არწივის ხეობაში რომ მთელი დედოფლის წყაროს ბოდიში და განავალი ჩადის, უნიკალურ ხეობაში, რომლის მსგავსი ალბათ კავკასიაში ძალიან ცოტაა. ვინმე გამოთქვა პროტესტი რომ იჩეხება ეს უპრაგონოდ, ამ სიტყვას ვახსენებ, ტყეები არა მარტო რაჭაში. ან ამდენი მინი და რაღაც დიდი და ასეთ რაღაცნაირი კაშხლები გაუგებარი იმის, რომლებიც როგორც ვარაუდობენ ბიტკოინების მოსაპოვებლად მიდის მთელი ენერგია. ვინმე აპროტესტებთ ამას? არავინ არ აპროტესტებდა. მე აი ეს ფერდობებს რო ჭრიდან იქ არა გაუჩი, ვინმე გააპროტესტეთ? ახლა ვიმკით ამას ყველაფერს. ასე რომ სამოქალაქო საზოგადოება მხოლოდ და მხოლოდ ბატონო ვასილ საფრანგეთში თუ იმოგზაურებ, დიდი პატივი იქნება გიმას მიძლო და უბრალოდ ვისაუბროთ ამათ. დიდი მადლობა ბატონო ლეო, აუცილებლად თუ პაკეტ მოხდი, რა თქმა უნდა დაგიკავშირდებით. რა გჭირთ ხალხო, ქართულ ლექსიკონში ქართული სიტყვები აღარ გააქვთ? დავიღალეთ ამ ინგლისური სიტყვებით. ციტა საქართველოს ენაში უამრავი არაბული, სპარსული, თურქული სიტყვაა დამკვიდრებული უკვე, ისე რომ ქართული გონია ჩვენ და სინამდვილეში და ეს ძირითადად ის სიტყვებია, რომელთა შესატყვისები ჩვენ არ გქონდა. ამიტომ ხდება დღეს, რომ სანამ რაღაც შესატყვის გამოვიგონებთ, გვიწევს ხოლმე ინგლისური, ლათინური, ბერძნული სახელწოდებების და სახელების და სიტყვების გამოყენება. ხო, აი ძალიან საინტერესო კითხვაა და ამაზე ცოტა უნდა დიდხანს გავჩერდე. ნოემბერში ველოდოთ უნდა პირველ კონტაქტს თუ ისევ კომეტასთან გვაქვს საქმე. ვიდეოს ხო არ ჩაწერდით ამ თემაზე. ისეთი რა ვიდეოსთვის ძალიან მოკლე და ისეთი გამოვა და ბარემ აქვე მოვყვები ამის შესახებ და ძალიან საინტერესო თემაა ეს, მართლა შეიძლება დაგაინტერესოთ. დაახლოებით 1 თვის წინ ასტრონომებმა აღმოაჩინეს ობიექტი, ძალიან უცნაური ობიექტი, რომელსაც სახელად დაარქვეს 3i ატლასი, ჩვენ სიმოკლისთვის ატლასი დაუძახოთ მას და დაადგინეს, რომ იგი არის ძალიან დიდი ზომის, 24 კილომეტრია სიგრძეში და 19 კილომეტრი არის სიფართეში ყველაზე სქელ ადგილას.
ეს საკუთრებულად დიდი ობიექტია. და მიუხედავად იმისა, რომ ესეთი გიგანტური ზომის ობიექტია, იგი ძალიან გვიან აღმოაჩინეს. პარალელურად იგი მოძრაობს უცნაური ტრაექტორიით, ასე ამბობენ ასტრონომები, რაც მიუნიშნებს იმას, რომ იგი მზის სისტემის ობიექტი არ არის. და ვარსკვლავთშორისი სივრციდან შემოიჭრა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ თვითონ მზის სისტემაში უამრავი კომეტა მოძრაობს პარაბოლური, ესეთ ელიფსური უკაცრავად ორბიტებით, რომლებიც პერიოდული კომეტებიც არიან, რომლებიც პერიოდულად უახლოვდებიან დედამიწიდან კარგად ჩანან, შემდეგ კვლავ მიფრინავენ და თქვა 70, 100, 1000, 4000 წლის შემდეგ კვლავ დაუბრუნდებიან დედამიწას. მაგრამ ეს ობიექტი ამ ჯგუფიდან არ არის. იგი შემოსული არის მზის სისტემაში გარედან. ასეთ ობიექტებს ჩვენ რა ასტრონომები იცნობენ მხოლოდ ორს, ეს გახლავთ ძალიან უცნაური სახელი ქვია, ამიტომ ცალკე ამოვწერე ოუმუამუა. რატო ქვია არ ვიცი, აღარ ჩავძიები ვარ, მართალი გითხრათ საინტერესოა მის წარმოშობა. და მეორე გახლავთ ბორისოვის კომეტა, ბორისოვი ეს ასტრონომი იყო, რაც იგი აღმოაჩინა, რომლებიც იყვნენ ასევე შემოსული მზის სისტემაში გარედან. და ორივე სხვა შორის გაცილებით ნაკლები ზომის იყო, ასე თუ ისე მათი ტრაექტორია სტაბილური იყო და ერთ-ერთი კომეტა, მაგალითად ბორისოვის, როდესაც მიუახლოვდა მზეს, მზის გრავიტაციამ, ანუ მიზიდულობამ იგი დაამტრია, აი ნაწილდებად დაშალა, მაგრამ ორივე კომეტამ გააგრძელა თავიანთი გზა და გავიდნენ უკვე მზის სისტემა მათ დატოვეს. ატლასი რით განსხვავდება მათგან? აქვს კოლოსალური სისწრაფე, რომლის გავსი ჯერ არ დაფიქსირებულა. ეს არის 245,000 კილომეტრი/საათში. ჰარვარდის ასტრონომების აზრით, ამ ციური სხეულის ასაკი გახლავთ 3 მილიარდი წლით მეტი, ვიდრე ჩვენი მზის სისტემაა. ანუ თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ მზის სისტემა არის 4,5 მილიარდი წლის დავამგვალოთ, მაშინ ამ კომეტის, ამ სხეულის ასაკი გამოდის 7 მილიარდი წელი, 7,5. საბედნიეროდ ატლასი დედამიწასთან არა, მაგრამ მარსთან ახლოს ჩაივლის და ეს მოხდება ნოემბერში და დეკემბრის შუა რიცხვებამდე მოხდება ეს. და ჩვენგან, როგორც ვარაუდობენ, 275 მილიონი კილომეტრის მოშორებით მოხდება ეს ყველაფერი. იგი შემოუვლის მზეს, რა თქმა უნდა, მოხდება მზის გრავიტაციის გავლენის ქვეშ, ნახოთ დაიშლება, არ დაიშლება, დაიმტრევა, არ დაიმტრევა. ყოველ შემთხვევაში იგი წრეს დაარტყამს მას, წრეს დაარტყამს კი არა, უბრალოდ ეს შემოუვლის და შემდეგ გაფრინდება ისევ თავისი გზით. ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტრონომიის პროფესორი გახლავთ ასეთი ავი ლიობი, ძალიან ცნობილი და გავლენიანი ასტრონომია, მაგრამ მას ახასიათებს ზოგადად უცხო პლანეტელებისადმი ტოლვა და ყოველთვის როდესაც რაღაც უცნაური ობიექტი ჩნდება ხოლმე, მაგალითად ეს თავიდან ნახე ოუმუამუას კომეტაზეც მან თქვა, რომ ესო არის რომ უცხო პლანეტელების ხომალდიო. იგი ამბობს, რომ აი სწორედ ამ ხომალდის ძალიან ესეთ სწრაფად მოძრაობა, მისი ესეთ უცნაური ფორმა, გიგანტური ზომა და ძალიან ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი კომეტა და ეს არის უცხო პლანეტათა ხომალდიო. სხვა შორის არსებობს კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც დგინდება ხელოვნურია ციური სხეული თუ ბუნებრივი წარმოშობის და მე ამ კრიტერიუმებს ჩამოგითვლით, ეს არის თუ ობიექტი მზესთან მიახლოებისას გამოტყორცნის გაზს და ორთქლს, იგი არის ბუნებრივი. რატომ? იმიტომ რომ ყველა კომეტა პრინციპში არის შედგენილი, ეს არის ყინულის, ბინძური ყინულის გროვა, აი გინახავთ ხო, ტალახში აზელილი თოვლი. აი დაახლოებით ასეთი ყინულის გუნდა, ანუ გიგანტური, რა თქმა უნდა, და როდესაც იგი მზეს უახლოვდება, ხდება, აი მოფრინავს ხო რაღაც. და მისი სხეულიდან იწყება მზესთან მიახლოებასთან ერთად იწყება აორთქლება აი ამ თოვლის გუნდის დნობა და აორთქლება. მაგრამ ძალიან დიდია. და სწორედ აი ამ წარმოქმნის კუდს, ამიტომ კუდიან ვარსკვლავს ეძახიან კომეტას, ხო, ეს მოფრინავს, წარმოიდგინე და კუდს ტოვებს ორთქლისგან და ამ თავის ტურტლისგან არის აღებული, ეს რა თქმა უნდა მილიონობით კილომეტრზე იჭიმება ეს კუდი, აი ესეთ კომეტებს ხედავთ ხოლმე და მოგეხსენებათ, კომეტები ყოველთვის დაკავშირებული იყო რაღაც მისტიკასთან, ყოველთვის ეს კუდიანი ვარსკვლავის გამოჩენა თითქოს რაღაცას იწევდა და სხვა შორის
არის რაღაცა კავშირები, როდესაც კომეტა ჩაიფრენდა ხოლმე და გამოჩნდებოდა 2-3 წელიწადში რაღაც უცნაური ინფექციების ან პანდემიების პერიოდი დგებოდა დედამიწაზე. ასე ამბობენ, თითქოს მართლა დაემთხვა 1-2 და ესო არის იმის მანიშნებელი, რომ კომეტები თავის თავში ატარებენ სიცოცხლეს და თითქოს მათ შემოიტანეს სიცოცხლე პირველად დედამიწაზე. მეორე კრიტერიუმი, თუ ეს მოძრავი ციური სხეული გამოსცემს რადიოტალღებს, იგი არის ხელოვნური, ანუ უცხოპლანეტური წარმოშობის, ანუ ცივილიზაციის ნაყოფია. თუ მზის სხივების ზეგავლენით მის სხეულზე ელექტროგანმუხტვები შეინიშნება, იგი ხელოვნურია. ეს არ ვიცი რას ნიშნავს. თუ ობიექტი იცვლის სვლაგეს და ახდენს მანევრირებას, იგი ხელოვნურია. და არის კიდე ბოლო მომენტი, 80-იან წლებში ჩემი თაობის ხალხს გემახსოვრებათ ატყდა უცებ პანიკა, რომ პლანეტების პარადი უნდა ყოფილიყო. რას ნიშნავს პლანეტების პარადი? როდესაც ესენი ყველა თავიანთ ორბიტებზე მოძრაობენ, ყველა სხვადასხვა თავის ადგილებში არიან, მაგრამ ზოგჯერ ხდება ხოლმე ემთხვევა ისეთნაირად, რომ ეს პლანეტები ესე დაალაგდებიან და ერთმანეთის მილყოლებით ჩაეწყობიან თითქოს. ეს ძალიან იშვიათად ხდება და სწორედ 80-იან წლებში უნდა მომხდარიყო მსგავსი რამ და მოხდა კიდეც შორის და თითქოს ისინი ერთმანეთს გააძლიერებენ, როგორც აი ხა ჩვენ მაგნიტები რო ავიღოთ, ხო? ერთ დიდი მაგნიტი უფრო პატარა, უფრო დიდი, უფრო პატარა რაღაცა ეზერი ჩავალაგო და ჩავალოს. ხო, ფაქტია, რომ ისინი რაღაცას გამოიწვევენ არა, რაც უფრო მეტი მაგნიტია, უფრო მეტი დაძაბულობა და მიზიდულობა და ასე შემდეგ იქნება და დაახლოებით ასეთი რამ გამოვარდა მაშინ სენსაციური, რომ დავიღუპეთ ესენი თუ ერთმანეთს ჩალაგდნენ, დაიშლება ეს წყობრის სისტემა და რაღაცა უბედურება დაგვემართება და მეგობარი მყავდა, რომელსაც ცოტა განათლებასთან პრობლემები ჰქონდა. ნუ ყოველ შემთხვევაში ანალიზის უნარის და კრიტიკულ აზროვნებას მოკლებული იყო და მაგ მოაცხადა ეს რომ მოუყევით პირველად გაიგო მაშინ რაღაც სუფრაზე ყვებოდით და როცა ვაანალიზებდით რაღაც შედარებით ის ხალხი რომლებსაც რაღაც გაგვეგებოდა ამ დიდხანს გვისმინა და წავედი მე სვანეთშიო გამოაცხადა ჩვენ გლობალურ კატასტროფაზე ვსაუბრობთ რომ შეიძლება მთელი მზის სისტემა დაიშალოს და პატამ გამოაცხადა მე სვანეთში შევაფარებ თავს. ნუ როგორც ყოველთვის სვანეთში აფარებდა ყოველთვის ქართველი თავს, ხო? როცა რაღაც შემოსევა იქნებოდა დაახლოებით ეს გადაწყვიტა მან. და ისორედ ეს ბოლო მომენტი არის ამასთან დაკავშირებული. ესე იგი, თუ ობიექტი მოუახლოვდა დედამიწას და აგდო სიჩქარე და ჩვენს ორბიტაზე მოჯდა, აი მაშინ სვანეთში უნდა გავიქცეთ ყველა, იმიტომ რომ კაცმა არ იცის იქ მყოფებს რა აქვს თავში. კეთილი სურვილებით არიან, ჩვენს გადასარჩენად არიან, ახალი ტექნოლოგიების მოსატანად არიან მოსულები თუ პირიქით დასაპყრობად. მე ვეცადე ყველა კითხვაზე გამეცა პასუხი, რამდენად კმაყოფილები დარჩით არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ცდა არ დამიკლია. ახლა კი ძირითადი თემა, ძალიან საინტერესო თემა და ძალიან ჭკუის სასწავლებელი რაც თავარია. მე მას დავარქვი არასდროს წახვიდეთ ვიტენუმში. და თუ რატომ ამას თქვენ ვიდეოს სრულობისას გაიგებთ. ზოგადად გეოლოგები უცნაური ხალხია, ისეთ ადგილებში ნახავთ მათ, თითქოს სადღაც საძებნელიც არაფერია და მართლაც რა ვიცი, ისეთი ადგილები მაქვს მე პირადად ნანახი ჩემი ახალგაზრდული გეოლოგიური წარსულის დროს, რომ ახლა რო უკვირდები, რუკაზე შეიძლება რთულად მოძებნო ადამიანმა და მართლაც მე ბედნიერი ვარ იმ პერიოდის, იმიტომ რომ საოცარი პეიზაჟები, საოცარი ბუნება და საოცარი თავგადასავლები მაქვს განვლილი აი ამ ჩემი ახალგაზრდული ცხოვრების განმავლობაში, ამიტომ მე ახალგაზრდებს გირჩევთ ტელეფონებში ჯდომას და ჩათაობას და ვიღაცა სხვების ვიდეოებზე ლაიქების და კომენტარების დაწერას გადით გარეთ, სანამ ახალგაზრდები ხართ, სანამ ფიზიკური ძალა ყოფნით, იარეთ, თუ მეტეს საქართველო არის, თუ გარეთ არ გახვალთ, საქართველოს საზღვრის გარეთ, საქართველო არის ამოუწურავი. ამოუწურავი მე უამრავი ვიარე საქართველოში, მაგრამ უამრავი ადგილი მაქვს დარჩენილი, ალბათ უკვე ვეღარ ვნახავ ასაკიდან გამომდინარე. და სწორედ ასეთმა გეოლოგებმა ავსტრალიაში, რომელიც სხვა შორის ყველაზე უცნაური კონტინენტია თავისი გეოლოგიით, თავისი ისტორიით. რატომ? იმიტომ რომ იგი ჯერეთი ყველაზე ადრე მოწყდა იმ საერთო სისტემას კონტინენტებისა, რომლებიც
თავის დროზე ერთად იყვნენ მოგეხსენებათ იქ ძალიან განსხვავებული ცხოველთა სამყარო ძუძუმწოვრებიც კი მოგეხსენებათ ძალიან უცნაურები არიან ხო ჩანთოსნები არიან ჩანთოსანი რას ნიშნავს ფაქტიურად იბადება აი ადამიანმა რომ გააჩინოს ერთი კვირის ჩანასახი აი კენგურუ ეს გიგანტური ცხოველი რომელიც 2 მეტრამდე აღწევს სიმაღლეში აჩენს ბუზის ხელა ნაშიერს რომელიც უკვე გარეთ განაგრძობს იმას რაც უნდა გაეკეთებია შიგნით ანუ გარეთ ვითარდება და ეს ჩანთასწორედ ამიტომ აქვს ამ ცხოველებს აქ არის ყველაზე შხამიანი ობობები დედამიწის ზურგზე აქ არის ყველაზე შხამიანი გველი დედამიწის ზურგზე აქ არის ყველაზე შხამიანი მედუზები ძალიან უცნაური კონტინენტია დაუსახლებელი კონტინენტია მისი 90% დაუსახლებელია იმიტომ რომ საცხოვრებლად არ ვარგა ეს არის უდაბნო რომელშიც პლუს 45-50 გრადუსი არის ჩვეულებრივი მოვლენა და იქ რაღაც ეკალბარდების გარდა არაფერი იზრდება და სწორედ ავსტრალიის სამხრეთ დასავლეთში პილბარას წითელი ფერის უძველესი მთების ხეობებში აღმოჩნდა დედამიწაზე მცხოვრები უძველესი ორგანიზმები სტრომატოლიტების ნარჩენები რომელთა ასაკი არის 3 მილიარდი წელი ეს იყო სენსაცია იმიტომ რომ სიცოცხლის ფორმირება როგორც ვარაუდობდნენ აქამდე ხდებოდა დაახლოებით დაიწყო უბრალოდ დაახლოებით 700-800 მილიონი წლის წინ 3 მილიარდი წელი ეს არის ის პერიოდი როდესაც დედამიწა ჯერ კიდევ ახალშობილია და სწორედ ამ ადგილებში გეოლოგებმა გასული საუკუნის 30-იან წლებში იპოვეს ისეთ რამეს და ისეთი რაოდენობით რომ მათ განსვიფრებას და სიხარულს საზღვარი არ ქონდა და გაუხარდა მთელ ავსტრალიას ეს გახდათ ცისფერი მოცისფრო მოლურჯო ფერის მინერალი რომელიც ბოჭკოებად იშლებოდა და მისი სტრუქტურა მოგვაგონებს ქსოვილს უამრავი სასარგებლო თვისება ჰქონდა ამ მინერალს მისგან ამზადებდნენ ცეცხლგამძლე სამშენებლო ბლოკებს რომლებიც ასევე ძალიან ჩატე იყო თბოშემნახველი თვისებებით გამოირჩეოდა ანუ თერმოიზოლაციისთვის ძალიან კარგი იყო ზამთარ-ზაფხულ სახლში მისგან აშენებულ სახლში ტემპერატურა მუდმივი რჩებოდა მას ამატებდნენ გზის საფარში ლამაზი ცისფერი ფერის გამო გადაებრივ ადგილებში წყრიდნენ ასევე ამზადებდნენ სახურავებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე-19 საუკუნის ინდუსტრიული რევოლუცია, როდესაც დაიწყო, ეს მინერალი განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, იმიტომ რომ ისე ვიმეორებ, მას ჰქონდა ცეცხლგამძლე თვისებები და ამ დროს მეტალურგია ძალიან სწრაფად ვითარდება, მოგეხსენებათ, პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროს ამ მინერალმა საერთოდ სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა, მას იყენებდნენ ტანკების, ქვემეხების, თვითმფრინავების წარმოებაში, წყალქვეშა და წყალზედა ხომალდებში და ძალიან დიდი მოთხოვნა მოკლედ ამ მინერალზე და ამის შემდეგ სხვაგვარად იგი ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაში შემოიჭრა მაგალითად ტოსტერები, უთო, გაზის ქურები, ცეცხლგამძლე აგური, შიფერს რო ვეძახით ჩვენ ვინილის დისკებიც კი და თქვენ წარმოიდგინეთ სიგარეტის ფილტრშიც კი გამოიყენეს იგი კენტმა მაგალითად მიკრონაიტ მათი მოგონილი ფილტრია რომელიც ვითომ იცავს ადამიანს და აი ადამიანები ამ მინერალით გაჟღენთილ ფილტრით ეწოდნენ თამბაქოს. თორემ მარკო პოლო წერდა ჯერ კიდევ რომ მონღოლეთშიო მე ვნახე ლურჯი ფერის ქვაო რომელიც იშლება და რომელისგანაც მონღოლები ხალათს იკერავენ და ამ ხალათით მათ შეუძლიათ ცეცხლში შესვლა. ანუ როგორც ჩანს ამ მინერალზეა საუბარი, რომელსაც სახელად ჰქვია ასბესტოსი, ანუ იგივე ასბესტი. ჩვენთვის უფრო ესეთი მოსახერხებელი ასბესტია, ამიტომ ასბესტი დაუძახოთ მას და ამ დროისთვის სანამ ავსტრალიაში აღმოაჩენდნენ მას იყო სულ 3 საბადო, ეს გახლდათ კანადაში, აფრიკაში და საბჭოთა კავშირში, ურალის მთებში. 3-ვე საბადო, კი, კარგი საბადოები იყო, მაგრამ პილბარის მთების საბადოს უბრალოდ ახლოსაც ვერ მივიდოდა და რაც თავარია, ასბესტი იყო უმაღლესი ხარისხის. ამიტომ მისი მოპოვება უნდა დაეწყოთ. მაგრამ თითქოს იყო ესეთი გადაულახავი წინააღმდეგობა, ეს გახლავთ ავსტრალიის ყველაზე მიყრუებული, ერთ-ერთი ყველაზე ცუდად
შესაგვებელი საცხოვრებლად ადგილი, სადაც არც წვიმა მოდის. არის გამუდმებით მტვრის ქარები, მცენარეულობა ისეთია, რომ თითქმის მცენარესაც ვერ დაუძახებ, ანუ ადგილი, სადაც ძალიან უნდა გაგიჭირდეს, რომ იქ დასახლდე და რაღაცა გააკეთო და პლუს ტემპერატურა 45-47 გრადუსი ცელსიუსით, პლუსი რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი მოვლენაა. და ზოგჯერ სხვაშორის ძლიერი ქარების დროს ისეთი მტვერი დგება ხოლმე ჰაერში, რომ შენი ცხვირის იქეთ ვერაფერს ხედავ. იმ პერიოდში ოქროს ფასი ღირს, ამიტომ გადაწყდა, რომ იგი უნდა მოიპოვონ. მისი მოპოვების და წარმოების პრივილეგია მოიპოვა კომპანია CSR-მა. საინტერესოა, რომ იგი არ გახლდათ აბსოლუტურად სამომპოვებელი კომპანია, იგი იყო შაქრის მწარმოებელი. 1832 წელს იგი დააარსა დანიური წარმოშობის ედვარდ ნოქსმა და ნოქსმა ისე წარმატებას მიაღწია შაქრის წარმოების საქმეში, რომ მას სერის წოდებაც კი მიანიჭეს ბრიტანეთის საიმპერატორო კარზე და ნოქსები შაქრის წარმოების მონოპოლისტები გახდნენ როგორც ავსტრალიაში, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მათი კაპიტალიზაცია იმ დროისთვის, ახლა თანამედროვე ფულზე რო გადმოვიყვანოთ, 150 მილიარდ დოლარამდე იყო. საოცრად დიდი კომპანია იყო. და სწორედ CSR-მა მოიპოვა ასბესტის წარმოების ლიცენზია. მან კარგად დათვალა, თუ რა სარგებელი შეიძლება ქონოდა ასბესტის მოპოვების შედეგად და დაადგინა, რომ ამ მინერალის ფაქტიურად ამოუწურავი მარაგებია აქ და რომლების ღირებულებაც ათეულობით მილიარდი დოლარია. ამიტომ მათ გადაწყვიტეს, რომ ბუნებრივ ჯოჯოხეთში ხელოვნური სამოთხე მოეწყოთ და ასე გადმოებირებინათ პილბარის არქაული მთების ნაშალზე მუშახელი. ერთი წლის განმავლობაში კომპანიამ გაიყვანა გზები, ააშენა კომფორტული სახლები, რომლებიც ყველანაირი საჭირო ნივთებით გამოავსო, ააშენა თანამედროვე სახის საბავშვო ბაღები და სკოლები, სუპერმარკეტი, კაფე-რესტორნები, საავადმყოფოები, კინოთეატრი, საკონცერტო დარბაზი, ტენისის კორტები, საოცურავო აუზი, მოკლედ ყველაფერი აბსოლუტურად და ამ ყველაფერი იყო, ქუჩები იყო ძალიან ლამაზი ლურჯი ფერი, სწორედ ასბესტისგან იყო ეს ქუჩები გაკეთებული, სახლებიც იყო ესეთი მოცისფრო მოლურჯო ფერის, ისინიც ასბესტისგან იყო ნაშენები, იყო ძალიან კარგი სავენტილიაციო და კონდიცირება ჰაერის და ეს ყველაფერი ხდება 40-იან წლებში და ძალიან მაღალ ხელფასებს თავაზობს CSR-ი მუშებს. სარეკლამო კომპანიის ანკეტზე უამრავი ადამიანი ეგება, თუმცა წარმოსაგები რა არის? ეს ის პერიოდია, როდესაც მეორე მსოფლიო ომი მიდის, ასბესტი ყველა სჭირდება, განსაკუთრებით სამხედრო წარმოებაში, თავაზობენ ასეთ გადასარევ პირობებს და ხალხი უკვე კონკურსი ცხადდება, რომ აი ამ ღვთისგან მიტოვებულ ადგილას ხალხი წავიდეს და იმუშაოს. ქალაქს დაარქვეს ვიტენუმი. მე ბევრი ვეძებე და ვერსად ვიპოვე თუ რატომ ქვია მას ვიტენუმი. კომპანია არჩევს საუკეთესო სამთო ინჟინრებს, გეოლოგებს, მაღაროელებს და რამდენიმე თვეში აი წითელ უდაბნოში გაშენებულ ქალაქში სიცოცხლე იწყებს დუღილს. იქაური ახალმოსახლეების ფაქტიურად ყველას შურს, იმიტომ რომ იმ დროისთვის იქ შედის გამორჩეული ტექნიკა. მაგალითად, კონდიციონერები, მაცივრები, ტელევიზორები ახალგამოგონილი, რადიო. ერთადერთი მინუსი რაც ამ ქალაქს აქვს, როგორც გითხარით, ეს არის მაღალი ტემპერატურები, მაგრამ ამის გადაწყვეტაც მოახერხეს რით, რომ ქუჩებს ფარავენ ასბესტით. და ასბესტი არ ცხელდება ისე, როგორც თქვათ, ჩვეულებრივი გრუნტის ან ასფალტის საერთოდ ვერ ძლებს იქ ისეთი მაღალი ტემპერატურებია. ანუ ასბესტით არის დაფარული და ამიტომ სიგრილია შედარებით. და ასევე მას სხვაშორის ასბესტს ბამბასაც უწოდებენ, მინერალურ ბამბას, იმიტომ რომ მას შეიძლება ნებისმიერი ფორმა მიცე და ბავშვები სხვაშორის საღეჭ რეზინათაც კი იყენებდნენ, დააგორგულოებდნენ და მერე ღეჭავდნენ. თითქოს ყველაფერი გადასარევად მიდის, მაღაროელებს როგორც გითხარით, უმაღლესი ხელფასები აქვთ, მათი ოჯახები ყველაფრით არის ზრუნველყოფილი, ბავშვები საუკეთესო სკოლებში პედაგოგებთან სწავლობენ, უიკენდებზე მეზობლები აი ასბესტოსისგან გაკეთებულ მაყალზე წვავენ მწვადებს და ციულუც მიირთმევენ და სხვაშორის ეწყობა ჩემპიონატები კრიკეტში, დოღი და ასე შემდეგ და გაზეთები ავსტრალიის მომავალ ქალაქად
მოიაზრებენ და ნათლავენ ამ ყველაფერს. 2-3 წელიწადში უკვე იგი როგორც დუბაი დღეს ისე, ოაზისი არის, ესეთ კუდარ უდაბნოში. მიუხედავად ასეთი იდილიისა, საოცარი სურათი დავხატე ხომ? თვითონ შახტებში ასბესტის თვისებებიდან გამომდინარე ფაქტიურად გაუსაძლისი პირობებია, იმიტომ რომ ეს არის გაუსაძლისი სიცხე და მტვერი, რომელიც ბოლო ძალებს აცლის მაღაროელებს. ისინი იცი არიან დაფარული ამ ასბესტის მტვერით, რომ ერთმანეთსაც კი მეწყვილეები ერთმანეთსაც კი ვერცნობენ. თვალებიდან გამუდმებით მოძდით წრემლი, აქვთ ძლიერი ხველება და მიუხედავად ამისა ისინი ზედმეტ საათებსაც კი იღებენ, რომ ზედმეტი საათები გაატარონ შახტაში, რომ უფრო მეტი გამოიმუშაონ. კლასიკური შემთხვევა, როდესაც ადამიანი ყველაზე ძვირფას წირავს იმისთვის, რომ რაღაცა დღეს გქონდეს, უფრო მეტი ვიდრე მის მეზობელს აქვს. იყვნენ რა თქმა უნდა მაღაროელები, რომლებიც ვერ უძლებდნენ ასეთ პირობებს და 2-3 წლის შემდეგ ტოვებდნენ. ზოგიერთი 2-3 თვის შემდეგაც ტოვებდა მაღაროს და ვიტენუმიდან მიდიოდნენ, მაგრამ მაღალი ხელფასის მოყვარულებს ვინ გამოლეს, მათ მომენტალურად ცვლიდნენ ახალი მაღაროელები. მათგან სხვათა შორის უკვე 50-იანი წლების დასაწყისისთვის 70% იყვნენ ევროპელები, მაგალითად იგივე იტალიელები. იმიტომ რომ იტალია მოგეხსენებათ ამ პერიოდში ძალიან ჩამორჩენილი ქვეყანა იყო ეკონომიკურად, იგი გაპარტახებული იყო აბსოლუტურად, CSR უზრუნველყოფდა მათ უფასოდ ჩამოყვანას და დასახლებას ამ ადგილას. ასრულებდა კიდეც ამ დანაპირებს. ერთხელაც ეს ხდება 50-იანი წლების შუა ვიტენუმს სტუმრობს Flying Doctor. Flying Doctor-ები იყვნენ ქიმების ავსტრალიაში, რომლებიც ესეთ მიყრუებულ ადგილებში ჩადიან ხოლმე თვითმფრინავით. ძალიან გამოცდილი ექიმი, ხა ეგ რა თქმა უნდა საავადმყოფო და ექიმები იქაც იყვნენ, მაგრამ გამოცდილი ექიმების ბრიგადა ჩადიოდა, რომლებიც დისპანსერიზაციას აკეთებდნენ 5-6 თვეში ერთხელ ესეთ ადგილებში და განსაკუთრებით ვიტენუმში, სადაც ძალიან ბევრი ხალხი ცხოვრობდა და რაც თავარია, ვიტენუმს ფული ჰქონდა. ექიმები ჩამოეყვანა. ერთ-ერთი ექიმი, ერიკ სანტი, სერიოზულად შეშფოთდა ქალაქში ასბესტის მტვრის ძალიან მაღალი კონცენტრაციით. ამ დროისთვის 1 წლით ადრე ამერიკულ ყველაზე რეიტინგულ სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა კვლევების შედეგები, რომლებითაც მტკიცდებოდა, რომ ასბესტის მტვერი ძალიან ტრავმატული და ტოქსიკურია ადამიანის სასუნთქის სისტემისთვის მთლიანად, რომ მას მისი სერიოზული დაზიანება შეუძლია, კერძოდ რითი. ასბესტის წვრილი ნაწილაკები, რომელიც ხდება სასუნთქგზებში, როგორც მინა რო დაგიფქვიათ და ის შეგისუნთქიათ, დაახლოებით იგივე ტრავმას იწვევს, ერჭობა პლევრაში, ერჭობა ფილტვის ქსოვილში, ჭრის მას, რჩება როგორც ხიწვი და იწვევს მის გადაგვარებას, ასევე იწვევს უჯრედული მუტაციები ხდება ამ ადგილებში. ექიმმა ამ შემაშფოთებელი ფაქტის შესახებ უთხრა, რა თქმა უნდა, CSR-ის ხელმძღვანელობას, მანვე გამოთქვა მოსაზრება, რომ ქალაქში ასბესტოზი იფეთქებდა ახლო მომავალში. ასბესტოზი არ გახლავთ know-how იმ პერიოდისთვის, იგი უკვე მე-19 საუკუნიდან რაც ასბესტის მოპოვება დაიწყეს, მას შემდეგ არის ცნობილი, ეს გახლავთ ასბესტის მტვრით გამოწვეული სასუნთქის სისტემის დაზიანება. მაგრამ ეს ასბესტოზი იმ პერიოდისთვის ცნობილი არის მხოლოდ სპეციალისტებისთვის, ფართო მასებისთვის ეს დაიბეჭდა 1-2 რამდენიმე სტატია, ეხლა იმას ვინ კითხულობს, ხო? ექიმებმა იციან და სწორედ მათ ატეხეს ალექსანდრმა პირველმა ატეხა ეს პანიკა, რომ აქ შეიძლება ძალიან სერიოზული შედეგები გამოიწვიოს ამ ყველაფერმა. როდესაც მას შემდეგ კითხეს ამ ინტერვიუში ჩანს, მას ეკითხებიან, როცა ამბობთ, რომ ეს ფაქტები ყველასთვის დიდი ხნის განმავლობაში ცნობილი იყო, ხომ არ გულისხმობთ, რომ კომპანია მიცოდა, რომ ყველაფერი ეს ადამიანების სიკვდილს გამოიწვევდა მომავალში. ექიმი პასუხობს, დიახ, ერთმნიშვნელოვნად დიახ. როგორც უკვე ხვდებით, აქ კაპიტალმა აჯობა, მოგებამ აჯობა და ერიკ სანტის დასკვნას არანაირი შედეგი არ მოყოლია. და აქ ჩნდება ზუსტად ის, რაზეც მე უკვე ვისაუბრე, სამოქალაქო საზოგადოების მომზადებლობა. თვით მოსახლეობასაც არ სურდა დაეჯერებინა, რომ 60-ის ქალაქს შეეძლო სასიკვდილო საფრთხე შეექმნა მათთვის. გადის 3 წელი და ახლა სხვა ექიმი, ეს გახლავთ ჯონ მაკნოლტი, ძალიან დიდ განგაშტეხს.
იგი ამბობს, წერს, რომ მაღაროები რომ მოვინახულე და მე ამის შესახებ ოფიციალურად განვაცხადე, ეს იყო უარესი, რაც კი მე ოდესმე მინახავს მტვერის შემცველობის მიხედვით. მტვერი იყო ყველგან, თმებში, მტვერი იყო კბილებზე, ნერწყში, რასაც არ გაუსვამდი ხელს, ხელის გული შავდებოდა. სპეციალური ხელსაწყოები, რომლებიც ჰაერში მტვრის რაოდენობას ადგენენ, ვიტენუმში ფუჭდებოდა, იმიტომ რომ მათ 100 ბოლო 100 დანაყოფის იქეთ ადიოდა, ანუ წარმოუდგენელი რაოდენობის მტვერი იყო. კომპანია და რაც თავარია მოსახლეობა არის რეჟიმში, არაფერს ხედავ, არაფერი მესმის. 1960 წელს ექიმი მაკნოლტი, რომელიც რჩება სხვათაშორის ვიტენუმში და ეს მის პროფესიონალიზმზე მიუნიშნებს, ერთ-ერთ მაღაროელს დაუსვამს დიაგნოზს. ეს გახლავთ უიშვიათესი ფორმა ფილტვის სიმსივნისა. 1966 წელს CSR აცხადებს, რომ იგი კეტავს მაღაროს. მაგრამ არა იმიტომ, რომ ასბესტოზის რისკია მაღალი, არამედ იმიტომ, რომ ასბესტის ბიზნესი აღარ არის ისეთი მომგებიანი და ეს მინერალი ბრძოლას აგებს კომპოზიტურ მასალებთან, პლასტიკებთან და ასე შემდეგ. ასეულობით ოჯახისთვის, რომლებსაც აწყობილი აქვთ ცხოვრება მაღაროზე და აქედან მიღებულ შემოსავალზე, ეს არის შოკი. ეს არის კატასტროფა. ძალიან ბევრი ოჯახი ახალი ჩასულია ვიტენუმში და ისინი აქ ცდილობენ რომ რაღაც მომავალი მოიწყონ და უცებ შეგიკეტავენ ჟანგბადს, რომელთაც შენ უნდა იარსებო, ხო? ბევრი ადამიანი მაგალითად უკვე 15 წელი აქ ცხოვრობს და ცოტა მეტიც. რა თქმა უნდა, ქალაქის დახურვაზე საუბარი არ არის, ქალაქი ისევ ფუნქციონირებს, უბრალოდ მაღაროს კეტავთო ჩვენ ამბობენ CSR-ის წარმომადგენლები და მიცხოვრე კი ბატონო, აგერ 64 გაქვთ მოწყობილი და ყველაფერი კომუნიკაციები არის, წყალი გაქვთ, დენი გაქვთ, მიცხოვრეთ და იყავით. მაგრამ ცოტა ხანში აქ არათუ ცხოვრება, არამედ გავლაც კი არავის მოუნდება. იმ მომენტში, როდესაც მაღარო დაიკეტა, ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ასბესტოზი არ არის იმდენად საშიში, რამდენადაც კიდევ ერთი დაავადება, რომელსაც ასბესტი იწვევს და მე უკვე გითხარით, რომ ეს რამდენიმე წლით ადრე დაადგინა ექიმმა მაკნოლტმა. ეს არის მეზათელიომა. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე საშიში და აგრესიული ფორმა ფილტვის სიმსივნისა, რომელიც ფაქტიურად არ იკურნება და დიაგნოზის დასმიდან 5-6 თვეში ადამიანი იღუპება. ექიმები ასე აღწერენ მას, როდესაც კვეთავდნენ გარდაცვლილებს, თითქოს ფილტვებში ბეტონი ჩაგისხიათ, ისეთნაირად იყო გაჯერებული, უჯრედებით, გადაგვარებული უჯრედებით ფილტვებიო. იგი ძალიან სწრაფად იზრდება და ავსებს მთლიანად ფილტვის ქსოვილს. მეზათელიომის რისკის ქვეშ იმყოფება არამხოლოდ ის ადამიანი, რომელიც მაღაროში ჩადის, არამედ ყველა, ვინც კი ვიტენუმში ცხოვრობს. იმიტომ რომ როგორც გითხარით, ვიტენუმში ასბესტი ყველგან არის. სახლებში, გზებზე, საბავშვო ბაღებში, სკოლებში, საჭმელში, წყალში, კბილებში, ნერწყში, აბსოლუტურად ყველგან. ყველა ბზარში, ყველა ჭუჭრტანაში და ყველა საშინელი ამ ამბავში კი ის არის, რომ მოსახლეობას წარმოდგენაც არ ქონდა თუ საცხოვრობდნენ ისინი. ვიტენუმი შენელებული მოქმედების ბომბია და ეს ბომბი დაახლოებით 20 წლის შემდეგ აფეთქდა, რაც მაღარო გაიხსნა. ადამიანები იწყებენ ოჯახებით ყდომას. ასბესტის 64 2000 ადამიანისთვის ნამდვილ ჯოჯოხეთად გადაიქცა. იმიტომ რომ თვითონ ეს მეზათელიომა დაავადება საკმაოდ ძლიერ ტკივილებს იწვევდა და როგორც გითხარით, ამდენიმე თვეში კლავდა ადამიანს. ასეულობით მილიონის ჯარიმა შევიდა სასამართლოში, უზენაეს სასამართლოში, CSR-ის საწინააღმდეგოდ, რატომ არ გააფრთხილეს მათ მოსახლეობა და ასე შემდეგ და ასეულობით მილიონი დოლარის გადახდა მოუწია კომპანიას. CSR-ის წარმომადგენლები იმართლებდნენ თავს, რომ თითქოს მათ კი იცოდნენ, რომ ეხა ასბესტოზი არის ასეთი დაავადება, მაგრამ თუ მეზათელიომაც დაემატებოდა ამ ყველაფერს, ნამდვილად ამას ვერ გამსაზღვრავდით. მიუხედავად ამისა, მათ მაინც $1 მილიარდამდე მოუწიათ კომპენსაციების გაცემა, მაგრამ ვიშირდებოდა ეს კომპენსაციები, როდესაც უკვე ამ კომპენსაციის მიმღები ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი მიწაში იწვა. ფილიპ მაკენა
1970 წელს გარდაიცვალა მეზათელი ომით, 5 წელიწადში გარდაიცვალა მისი მეუღლე, მათ ყავდათ 3 ქალიშვილი, რომელთა ქმრებიც მუშაობდნენ მაღაროში. 3-ვე ქმარი მეზათელი ომით გარდაიცვალა. შემდეგ გარდაიცვალა 3-ვე ქალიშვილი და მათ მიერ დატოვებული კიდევ 2 შთაომავალი და აი ამ ბედნიერი ოჯახიდან დღეს უკვე ასბესტის გამოისობით არც ერთი ცოცხალი არ არის. ვიტანუმი რა თქმა უნდა თანდათან დაიცალა და ოცნების ქალაქი და ავსტრალიის ყველაზე დიდი პროექტი ავსტრალიის ისტორიაში ყველაზე დიდ კატასტროფად იქცა. დღეს ვიტანუმი ოფიციალურადაა ამოღებული ყველა კადასტრიდან, იგი ავსტრალიის ოფიციალურ რუკებზეც აღარ იკითხება და არ არის აღნიშნული და მისკენ მიმავალი გზები გადაკეტილია, აი თქვენ ხედავთ ამ ადგილებს Google-ის რუკებზე და ამ ადგილებში შესვლა ხედავთ რომ სასტიკად აკრძალულია. აქ ხომ კვლავ ტრიალებს ჰაერში მომაკვდინებელი კრისტალების კარუსელი. აქ ხომ ღამღამობით კვლავ ისმის ბამბის მინერალის მიერ მოკლული ადამიანების გახშირებული სუნთქვის ხმა. ვიტანუმი დღეს ქალაქი მოჩვენებაა. ეს ტერიტორია ყველაზე დაბინძურებულად ითვლება სამხრეთ ნახევარსფეროში. იგი ავსტრალიის პრიპიატია, გახსოვთ, პრიპიატი ეს არის ულამაზესი ქალაქი, რომელიც ჩერნობილის კატასტროფამ შეიწირა. ვისაც არ გაქვთ ჩემი ვიდეო ჩერნობილის შესახებ აუცილებლად ნახეთ იგი. დღეს ასბესტი არის ყველაზე საშიში ნივთიერებების სიაში შეტანილი. იგი აღიარებულია როგორც პირველი რიგის კანცეროგენი. ანუ სიმსივნის გამომწვევი ნივთიერება. აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, ევროპაში ყველგან აბსოლუტურად მისგან დამზადებული ნივთები არის აკრძალული. ძალიან პოპულარული იყო საბჭოთა კავშირში ზოგადად ასბესტის გამოყენება და ამაზე ცოტა ქვემოთ ვისაუბრებ. გერმანიას მოუწია უამრავი ასბესტის შემცველი საგნის უტილიზაცია. პირველ რიგში ეს იყო გადასახური მასალები, ეგრეთ წოდებული შიფერი, რასაც ჩვენ უძახით და რომელსაც ჩვენ ძალიან ფართოდ ვიყენებთ ჩვენი სოფლებში განსაკუთრებით მშენებლობაში. ეს იყო წყლის მილები, რომლებიც ასევე საქართველოშიც და საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ძალიან პოპულარული იყო, ასბესტის მილები, რომლებიც ადვილად კეთდებოდა და სიცხეს და სიცივეს უძლებდა. ეს იყო და არის დღემდე სამუხრუჭე ხუნდები. მოგეხსენებათ ხუნდები როგორ მუშაობს. როდესაც პედალს აჭერთ თქვენ ფეხს, იქ დისკზე ეჭირება ეს 2 ხუნდი და აი ხახუნის ზალის შედეგად აჩერებს ბორბალს. და ამ დროს რა თქმა უნდა ძალიან მაღალი ტემპერატურა ვითარდება და რომ ეს მაღალ ტემპერატურას გაუძლოს ხუნდმა, მას ჭირდება ცეცხლგამძლე მასალა და ასეთი მასალა გახლავთ ასბესტი. დღეს ასეთ ხუნდებს უშვებს რუსეთი, ჩინეთი, ამდენადაც ვიცი. ეს 2 ქვეყანა, რომლებიც არას დაგიდევენ აი გაფრთხილებას და მე რამდენადაც ვიცი, აი მაგალითად საზოგადოებრივ ტრანსპორტში, როცა ცვლიან ხუნდებს, რადგან ჩინური უფრო იაფია, რუსული უფრო იაფია, შემოდის სწორედ ამ წარმოების ხუნდები და მათი აი ხახუნის დროს, აი დამუხრუჭების დროს ხდება იფანტება აი ეს მტვერი ჰაერში და ყველაფერი სიკეთესთან ერთად კატალიზატორ ამოცილ მანქანების მიერ გამონაბოლ კატასტროფულ და მომაკვდინებელ კვამლთან ერთად ჰაერში იფრქვევა ასბესტის მტვერიც. ასე რომ ჩვენ ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ ვართ ამ ხრივ. ასბესტი არ არის დღეს მკვლელი. ასბესტი არის მომავალში მკვლელი. ეს უკვე დამტკიცებულია და ამიტომ მე გირჩევთ რომ მაქსიმალურად თუ კი თქვენ სადმე რამე მსგავსი გაქვთ, აუცილებლად მოახდინოთ უტილიზაცია მისი. იყო ეს პროგრამა, თუ არ ვცდები, USAID აწარმოებდა, შემისწორეთ, აფინანსებდა, როდესაც ხდებოდა აი შიფერების ამოღება და მათი უტილიზაცია. ახლა ეს პროგრამა მუშაობს თუ არა, არ ვიცი, ესეც მითხარით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პროგრამა მოგეხსენებათ გაჩერებულია. საერთაშორისო პროგრამებზე მაქვს საუბარი. თქვენ კი აი ამ გრძელი და დამღლელი ვიდეოს შემდეგ გისურვებთ სუფთა ჰაერზე იაროთ ბევრი, რა თქმა უნდა, სიცხეებია საქართველოში და ამიტომ სვათ ბევრი წყალი, ჩაიცვათ ღია ფერის ტანსაცმელი, მაგრამ იაროთ. დამინჯერეთ ქალაქში, სახლში ჯდომას, გირჩევნიათ რომ გახვიდეთ
სადმე ახლო-მახლო ტყეში, გაკიდოთ ჰამაკი და იქ ჩაისუნთქოთ სუფთა ჰაერი, ცოტა ხნით მაინც. მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ.